ემოციური დამოკიდებულება ერთგვარ შინაგან ტყვეობას გავს, სადაც ჩვენ ემოციების ორმოში ვიმყოფებით, სადაც მუდმივად ველოდებით, რომ სხვა ადამიანი ამოგვიყვანს, სხვა ადამიანი მოგცემს, სხვა ადამიანი შეგვისევს, სხვა ადამიანი გვანუგეშებს და სხვა ადამიანი მოგცემს იმას, რაც თუნდაც ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ ჩვენ თავს. ემოციური ორმო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სადაც ყველა ადამიანი ექცევა იმ გაუცნობიერებელი მდგომარეობით, რომელსაც არ აკვირდება, იმიტომ არ აკვირდება, რომ ესეც ერთგვარი ძილის ფაზაა, სიფხიზლეში არ ვართ, რომ დავინახოთ, რა გვხდის დამოკიდებულს და საიდან იქმნება ეს ჯაჭვი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სიფხიზლე. სიფხიზლე, რომელიც გვანახებს, რომ ამ ორმოში არ ჩავარდეთ. სიფხიზლე, რომელიც გვანახებს, რომ არ გავხდეთ დამოკიდებული და სიფხიზლე, რომელიც ყოველთვის ჩვენ თავს გვახსენებს, რას ვიმსახურებთ და რას არა. ამიტომ არის რთული ემოციური ორმოდან ამოსვლა. იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენ თავს ის მივცეთ, რისი მიცემაც შეგვიძლია და ამიტომ გამუდმებით ვითხოვთ სხვისგან იმის მოცემას, რასაც ხშირად არ გვაძლევენ.